გამარჯობა, ილიასთან ვართ? სად არის ბატონი ილია? მადლობა. კი, ილიას ნახვა გვინდა. ბრალდება წარედგინა მცხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს სამსახურებრივი სიყალბისა და დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების ფაქტზე. სუსის საგანგებო ბრიფინგზე დემონსტრაციულად პასუხისგებაში მიცემული მცხეთის მერის მაღალჩინოსანი განაჩენს სახლში დაელოდება. ილია ჯიშკარიანი დაკავებული არ არის. სატახტო ქალაქის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და მერის მოქმედი წარმომადგენელი მცხეთაში ბრალდებულია სამსახურეობრივი სიყალბისა და თაღლითობის ჩადენაში. მან ყალბის საბუთებით სახელმწიფოს ქონების მიტაცებას ხელი შეუწყო. სუსმა თქვა დავაკავეთო და სახლშია? კაცი რა. ბატონო ილუსტიშვილო, სუსმა თქვა დავაკავეთო და სახლშია? ანუ სახლში რანაირად არის თუ დააკავეს ეს ადამიანი, შეგიძლია მითხრა? რაო ბატონ დიმიტრის? ილია ჯიშკარიანი მცხეთაში დიმიტრი ხუნდაძის ადვოკატია. შაბათის ეთერს ადგილზე არაერთი პირი უყვება, რომ პოლიტიკაში სწორედ ბიძინა ივანიშვილის პირადმა ექიმა მოიყვანა. ეგ საკრებულოს თავმჯდომარე იყო, ხო, მცხეთის? ბატონი დიტოს მეგობარი არის ხუნდაძის, ხო? რა თქმა უნდა იქნება. მისი დანიშნული იყო მაშინ საკრებულოს თავმჯდომარე, ხო? ილია ხო, ილიას მამა მღვდელი არის. მართლა? ხო, მღვდელი არის საქსვეტი ცხოველში. მცხეთაში მიწებზე ნადირობის სეზონია გამოცხადებული. ისტორიულ დედაქალაქში მიწის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა. ტერიტორია, რომლის მიტაცებასაც ახლა სუსი იძიებს, მცხეთის საავადმყოფოს წინ გზის პირას არის განლაგებული და კომერციული დანიშნულება აქვს. ასეთი მიწის ფასი 10,000-ობით ლარია. სუსი ამტკიცებს, რომ მერის მაღალჩინოსანმა ილია ჯიშკარიანმა ყალბის საბუთები შეადგინა და ეს მიწა მოქალაქე ავთანდილ ქადაგიშვილმა გადაიფორმა. ბატონო ილია, იცით რა მაინტერესებს? თქვენ ბატონი დიტო ხუნდაძის ახლო კადრი ხართ, ხო? ბატონმა დიტო ხუნდაძემ გაგასაქმოთ, ხო, თვითონ თქვენ? ახლა თქვენ ფიქრობთ, რომ კობახიძე ებრძვის ხუნდაძის კადრებს რეგიონში? კარგად ზანდება. არა, ამის გონივრულია ჭოდა, მაგიტო გაკითხებით ბატონო ილია. თქვენ ბევრი აზრი მოგივათ თავში, მრავალდებული. სხვა შორს მერის თანამშრომლებმა მითხრეს, რომ გუშინ სამსახურში იყავა და როგორ ახერხებთ? თან სახლში ხართ, თან სამსახურში და თან ბრალდებული ხართ. თან დაკავებული უნდა იყოთ. შაბათის ეთერის მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ მცხეთაში დიმიტრი ხუნდაძესთან დაკავშირებულ კაცს სუსმა 2020 წლის საქმეები ამოუქექა. ჩვენ მოვიპოვეთ დოკუმენტი, რომლის შედგენაც და ხელმოწერაც ჯიშკარიანს საციხო საქმედ დაუჯდა. 2020 წლის 21 ოქტომბერს ილია ჯიშკარიანმა ორ მოწმესთან ერთად შეადგინა აქტი 58, რომ მცხეთის კლინიკის წინ გზის პირას ტერიტორიაზე მოქალაქე ქადაგიშვილს საოჯახო მეურნეობა ჰქონდა მოწყობილი და ეკუთვნოდა ამ მიწის დაკანონება. ახლა ჩინოვნიკს 9 წლით პატიმრობა ემუქრება. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას და მერის წარმომადგენელს ილია ჯიშკარიანს დაევალა გაერკვია აღნიშნული ცნობები მოეძიებინა, მათ შორის არქივში, საჯარო რეესტრში და ასე შემდეგ. იყო თუ არა ნამდვილად კონკრეტულ პირზე გადაცემული ეს უძრავი ქონება საოჯახო ან და საუმეურნეო, ასე თქვა, საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად, თუმცა ეს არ განუხორციელებია ილია ჯიშკარიანს. მან შეადგინა დათვალიერებისო თქმი, ასე თქვა, ყალბი დათვალიერებისო თქმით, სრულ მოწმეების მითითებით, ეს მოწმეები წარდგენილი იქნენ დაინტერესებული პირის მიერ და აღნიშნულ დათვალიერების ოქში მიეთითა, რომ ნამდვილად ვითომდა დაინტერესებული პირი ფლობდა კონკრეტულ უძრავ ქონებას. ბატონი დიტოსია, ხო, ეს ლამაზი სამრეცხაოები? ახლა ჩნდება კითხვა, ვისთვის არის განკუთვნილი ეს დაკავება და მიიღო თუ არა გაფრთხილების სიგნალი იმ ხალხმა, ვინც წლების განმავლობაში მცხეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ქონებას ყალბის საბუთებით ხელში იგდებდა. მანამდე აქ არაფერი არ იყო, ხო? არც არავის მამაბაბისეული მიწა არ ყოფილა ეს ტერიტორია. მცხეთის მუნიციპალიტეტი მოიცავს საგურამოს, სადაც ბოლო წლების განმავლობაში მიწის სპორტატული რეგისტრაციის მოტივით სახელმწიფოს კუთვნილი არაერთი მიწის ნაკვეთი კონკრეტული ადამიანების საკუთრება გახდა.
მწვანებისგან ქონდა ანთებული დაინტერესდა ამით თუ არა გამოძება იყო თუ არა დიტო ხუნდაძის მწვანე ანთებული სწორედ აი ამ მესაკუთრის მსგავსი გამოძების ფარგლებში არ გამოკვეთილა. რომ ხელმძღვანელი არ ყოლოდა მცხეთის მერიაში ადმინისტრაციულ ერთეულში ან გუბერნიის დონეზე. ჩვეულებრივი რიგითი საჯარო მომხელე, რომელიც ოდესღაც იყო საკრებულოს თავმჯდომარე მცხეთის მუნიციპალიტეტში. ჩაიდენდა ასე დანაშაულს. მოცემულ შემთხვევაში გამოძების ეტაპზე მსგავსი რამ არ გამოკვეთილა. ამასთანავე დამატებით მოგახსენებთ. არავის თაკვეთას არ ასრულებდა, მოცემულ შემთხვევაში გამოძების ეტაპზე წარედგინა მას ბრალი, როგორც ასე ვთქვათ, უშუალოდ იმ კონკრეტული პირის დამხმარეს, რომელმაც დაირეგისტრირა ეს ქონება, აღნიშნული პირიც იყო პასუხისმგებაში მიცემული მათ შორის. მიწის ნაკვეთი. ჯიშკარიანმა დანაშაული აღიარა, თუმცა პროცესზე არც პროკურორს და არც მოსამართლეს არ უკითხავს, ვინ დაავალა მას სახელმწიფოს კუთვნილი 92,636 ლარის ღირებულების 217 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ავთანდილ ქადაგიშვილის სახელზე უკანონოდ, დოკუმენტაციის შესწავლის გარეშე, ცრუმოწმეების გამოკითხვის ოქმებით დაერეგისტრირებინა. მწვანე შუქს დიტო ხუნდაძე გინთებდათ, რომ გარკვეულ პირებს გადაეფორმებინათ სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორია. არაერთი ფაქტი არის მცხეთის მუნიციპალიტეტში ჩადენილი იმის, რომ სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორია არაკანონიერად არის გადაფორმებული კერძო პირებზე. როგორ ხდება ეს თქვენს მუნიციპალიტეტში? ხოლო დიტო ხუნდაძის გარემოცვის წევრები იფორმებდნენ მიწის ფართებს? შაბათის ეთერის ინფორმაციით, ახლა მცხეთის მუნიციპალიტეტში ბოლო წლებში გადაფორმებული მიწის ნაკვეთების შესწავლა მიდის. არსებობს ეჭვი, რომ კონკრეტული კლანები საგურამოში და მის მიმდებარე სოფლებში სახელმწიფო მიწებს სწორედ ყალბის აბუთებით და ყალბი ოქმებით ითვისებდნენ. ეხლა ვიღაცები და რამდენიმე დღე არა თქვეს რომ აღარ გაიცნო. რამდენიმე დღეა, ხო? ვიღაცები დააკავეს ხო მაგაზე? რამდენიმე დღეა. მაგას მე ორი მოვკარი რომ აღარ გაიცნო. მანამდე გაცემულები მიმდინარეობს. რაც არის გაცემული. ველი გაცემული. და რამდენი კაცი დაიჭირესო? ვინები არიან ხო არ იცით ეგენი მცხეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები იქნებიან, ხო? არაფერი ვიცი. თუ ადგილობრივები? ადგილობრივი არა. ყველა სახეზე ყავა. არავინ არ დაჭერდა. ხალხი საგურამოში ამბობს, რომ უკვლევის გამო ყველა ჩინოვნიკი ისეთ პანიკაშია, რომ ახალი მშენებლობების ნებართვას არ გასცემენ. არავინ იცის, ვის შერჩება დამტკიცებული მიწა. იქ თუ უკვე სახლი აშენებული, ეს ტერიტორიების ჩამორთმევას და სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის პროცესს გაართულებს. ეხლა რატო შეიცვალა ეს სისტემა? არ ვიცი, ახალი მერი დადგაო და რაღაცებს ურევსო და მცხეთაში ხო? ო და რას ურევს, არ ვიცი, მე და არც მეკითხება, მე არც ის მერი მეკითხება, არც წინა, არც უკანა, მაგრამ ხალხის ხარეზე რო არავინ არ არის, მაგას კი ვხედავ. დინაკვეთებში როგორც ვიცი, მშენებლობის უფლება აუგზავნეს, რაღაცა სათოფლო რა დაიყვანო, რაღაცებს ლაპარაკობდნენ და ზუსტად არ ვიცი რა. შაბათის ეთერმა დაადგინა, რომ პოსტიდან გაუშვეს მცხეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი თეიმურას ჯერვალიძე. ადგილზე გვიყვებიან, რომ ყოფილი მოსამართლის თანამდებობა დიმიტრი ხუნდაძესთან დაპირისპირებას შეეწირა. რატომ შეეწირა სამსახურს ზედამხედველობის სამსახურის უფროსი? რის გამო? ეს არ ვიცი, იმიტომ მე არც ვინიშნავ, არც მათავისუფლებ. რატო გაუშვეს სამსახურიდან თქვენი მოთხოვნის საფუძველზე? თეიმურას ჯერვალიძეს ერთ-ერთი ვერსიით დიმიტრი ხუნდაძის სიძის დაჯარიმება არ აპატიეს. ხუნდაძის სიძე აკრძალულ ზონაში ისტორიულ ქალაქში ახალ ობიექტს აშენებდა, რაზეც საყოველთაო დაჭერის ფონზე თვალის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა არ დახუჭა. როდის წამოვიდა სამსახურიდან, როდის გამოუშვეს? იანვრის პირველი კვირა ზუსტად არ მახსოვს. იანვრის პირველი კვირა, ხო? ეგ ოქრო პერიძის სახლის დაჯარიმებას მოყვა, ხო ეგ ფაქტი? ზოგადად თუ ალბათ რაც ყველა მიცის და ისი კონკრეტულად არ ვიცი. ეს გათავისუფლებული მაღალჩინოსნის მეუღლეა. ის არ უარყოფს ვერსიას, რომელზეც მცხეთაში არაერთი პირი ლაპარაკობს. დგინდება, რომ თეიმურას ჯერვალიძემ მცხეთაში ფიქრის გორაზე ხუნდაძის ქალიშვილის ოჯახის უკანონო მშენებლობა აღმოაჩინა და დააჯარიმა. რა შეეწირა ჯერვალიძის პოსტი მერიაში? როგორც ვიცი და მერიაში როგორც გაჟღერდა, უკანონო მშენებლობაზე დაწერილი ჯარიმას. მან დაწერა უკანონო მშენებლობაზე ჯარიმა, ოქრო პირიძეს გულისხმობთ? კი ბატონო, ოქრო პირიძეს დაუწერა ჯარიმა. ახლა ჩვენ ვცდილობთ გადავამოწმოთ მცხეთის მერიაში უკანონო მშენებლობის გამო ნამდვილად დააჯარიმეს თუ არა ხუნდაძის სიძე.
ეხლა მე ვრეკავ მცხეთის მუნიციპალიტეტის აუდიტის სამსახურში, ხო? კი ბატონო. ქალბატონო ეკა, ოქრო პირიძის უკანონო მშენებლობის დაჯარიმების ფაქტი თქვენ გეხებათ? არა, არ მე. რომელ სამსახურს ეხება? ზედამხედველობის სამსახურს მიმართეთ ქალბატონო. ვინ არის ახლა მოქმედი ხელმძღვანელი ზედამხედველობის სამსახურის? ხელმძღვანელი არ ყავთ, სამსახურის უფროსი, გათავისუფლებულია სამსახურიდან და მერს მიმართეთ მაშინ, ჯობია მერს მიმართოთ. რის გამო გაათავისუფლეს სამსახურის უფროსი თანამდებობიდან? ვერ გეტყვით ქალბატონო. ოქრო პირიძის დაჯარიმების გამო გაათავისუფლეს ბატონი თეიმურაზი სამსახურიდან? მერს ქალბატონო. უკანონო მშენებლობის გამო დაჯარიმებული ხუნდაძე ადგილობრივი ოპოზიციის თქმით საქმეს ზედამხედველობის სამსახურის უფროს ჯერ სიძის სახლში მირიან მეფის ქუჩაზე ურჩევს, სადაც თავადაც იმყოფებოდა. როდესაც უკანონო მშენებლობაზე რეაგირების მიზნით მცხეთის მერიის თანამშრომლები მივიდნენ. კამათის დონეზე იყო ლაპარაკი, კი ბატონო. ხუნდაძე რაზე ეკამათა ჯერვალიძეს? ოქროპირიძეს არის მამამთილი ხუნდაძის შვილის. ხო, ნათესაური კავშირი აქვს, ძახლები არიან. ოქროს ბიჭი სიძია მაგისი. რას მოყვა კონფლიქტი, ანუ ხმაურიანი ლაპარაკი მათ შორის? ჯარიმას მოყვა. მაგრამ ვიცი რომ კამათი იყო, ვიცი რომ მაგ კამათს მოყვა მე ბატონ მერთანაც კამათი მაღალ ტონალობაში და ამის შემდეგ განთავისუფლეს სამსახურიდან. როგორც ვიცი, განთავისუფლეს ზედამხედველობის სამსახურის უფროსი. ჯარიმის დაწერის გამო. ხუნდაძის მოყურებისთვის ჯარიმის დაწერის გამო დაატოვებინეს სამსახური ამ ადამიანს, რომელიც აპირებს სამართლებრივი დავას, როგორც ვიცი, გასულა მის სამართზე დაჯარიმების სამსახური ვინც იყო და მერე ჩამოსულან მერიაში და იქ ყოფილა ხმამაღალი ლაპარაკი, მომაღლა უყვიროდა, რომ აქ წითელი ხაზები გადაკვეთეთ ყველამ ესე ვთქვათ. არ ქონდა მშენებლობის ნებართვა, არავის არ აქვს მცხეთაში, არც თვითონ არ აქვს, თვითონაც უკანონოდ დაშენებულ სახლშია და რანაირად აქვს ნებართვა. ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ამ თემაზე ჯერ საუბარი არ უნდა. ოქრო პირიძის სახლში რო ბრძანდებოდით ფიქრის გორაზე, დაპირისპირება რომ მოხდა თქვენსა და დიმიტრი ხუნდაძეს შორის. რაზე იყო ეს დაპირისპირება? ჯარიმა არ მოეწონა, ჯარიმის ოდენობა? არ ყოფილა დაპირისპირება. ხმაური ხომ იყო და სიტყვიერი ლაპარაკი ხომ იყო ხმამაღალი? ხო, ხდებით რომ არ მინდა სალაპარაკი ამის თაობაზე. მცხეთის მერია ამ დრომდე მალავს ისტორიულ ქალაქში, სადაც მშენებლობებზე მორატორიუმია გამოცხადებული, ეწეოდა თუ არა უკანონო საქმიანობას დიმიტრი ხუნდაძის სიძე. ბატონო მერო, როგორ ძანდებით? მადლობა, ტელე-პირველი შაბათს ეთერიდან გაწუხებთ. ბატონო მერო, რატომ დააჯარიმეთ ოქრო პირიძე, შეგიძლიათ მითხრათ? ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ამ ჯარიმას შეეწირა? რატომ აღარ ყავთ სამსახურში ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ბატონო გოგი? ხუნდაძემ საქმის გარჩევა მერიაში დაიწყო? მცხეთის მერიიდან დოკუმენტები შაბათის ეთერმა ჯერ კიდევ 13 თებერვალს გამოითხოვა. გვაინტერესებდა რა სამართლებრივი აქტები გამოიცა მირიან მეფის ქუჩაზე უკანონო მშენებლობის აღმოჩენის შემდეგ. ზუსტად 30 კალენდარული დღე ისე გავიდა, რომ მუნიციპალიტეტიდან პასუხი არ მიგვიღია. ზედამხედველობის უფროსის თანამდებობა თქვენი ოჯახის დაპირისპირებას შეეწირა მერიასთან? ჩვენ არც ვნიშნავთ არავის და არც ვათავისუფლებთ კითხვა. ბატონი დიტო ძალიან გაბრაზებული იყო მასზე, რადგან თქვენი ოჯახი დააჯარიმეს. და შესაბამისად მოხდა თუ არა ამ ადამიანის გათავისუფლება. ოფიციალურად შეგიძლიათ მოიკითხოთ ვარ თუ არა დაჯარიმებული. ოფიციალურად არა, კორექცია მიმდინარეობს ახლა ჯარიმის, იმიტომ რომ აბა თქვენმა დიდი სკანდალი ატეხა მერიაში. დიმიტრი ხუნდაძის სიძის სახლში სამშენებლო სამუშაოები 3 თვის განმავლობაში შეჩერებული იყო. თუმცა კადრებში, რომელიც შაბათის ეთერმა 13 მარტს გადაიღო, ჩანს, რომ მშენებლობის პროცესი განახლდა და სამუშაოებს თავად მირიან ოქროპერიძე ხელმძღვანელობდა. ამერიკიდან გამოგიშვეს? რატომ ჩამოხვედით ამერიკიდან დეპორტაციაზე? ამ სამუშაოების გამო ხომ ჯარიმა ქონდათ ბატონო მირიან და გააგრძელეთ და ალაგეთ მერიასთან? რას აშენებთ, შეგიძლიათ მითხრათ? დიმიტრი ხუნდაძის სიძე ამერიკაში 2023 წელს წავიდა. ის შეერთებულ შტატებში არალეგალური გზით მექსიკის გავლით გადავიდა. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის გამო ხუნდაძის სიძე იძულებული გახდა საქართველოში დაბრუნებულიყო. ეხლა ესე ვიაროთ ტიპებზე? უნდა წამოყვეთ აუცილებლად, იმიტომ რომ საბოლოოში უნდა გავარკვიოთ რა ბედი. აბა გავარკვიოთ, აბა. რა ბედი ეძიათ სიძეს? ამერიკის შეერთებულ შტატებში რატო ვერ მოიკიდა ფეხი? რატო ერევით პირად ცხოვრებაში, ის არ არის საჯარო მოხელე? საჯარო მოხელე იყო ძალიან დიდი ბოდიში.
არ არის ქართლის სატყეო სამსახურის უფროსი იყო, როცა წავიდა არალეგალურად ამერიკის შეერთებულ შტატებში. რომ წავიდა მე ეს არ მომეწონა, მაგრამ რო ჩამოვიდა ეს მომწონს. ხუნდაძის სიძის წინააღმდეგ გამოძიება ჯერ კიდევ მისი სატყეო სამსახურში მუშაობის დროს დაიწყო. მირიან ოქროპერიძის საქმეზე ძიება არც იყო დასრულებული, როდესაც მან ქვეყანა დატოვა. საქართველოს პროკურატურა არ გვპასუხობს, შეწყდა ეს საქმე თუ ამ დრომდე ძიების ეტაპზეა.